ეხლა ძმებო გადავდივართ მესამე განყოფილებაზე, ჩვენ გავიარეთ კიტაბულ იმან, კიტაბულ ილმ, ეხლა ვართ კიტაბულ ტაჰარა. ტაჰარატზე განყოფილება. პირველი თავი რომელიც არის ამ განყოფილებიდან ბაბო მაჯა ფილმა. თავი რომელიც ეხება იმას რა მოვიდა წყალზე, რა მოვიდა წყალზე. აი რამოდენიმე დღის წინ ერთმა ძმამ მკითხა რომ შეიძლება ზღვაში აბდესტის აღება ან დიდი ანუ ჯუნუბისგან აღება. მე ვიცოდი რომ შეიძლება, მაგრამ მტკიცებულება არ მქონდა მაგის, მაგით არ ვუპასუხი მაგას. რამოდენიმე დღის აი ეს ხადისები წავიკითხე, მე მაგას ვუპასუხი. აი ეს არის ძმებო რა, ჰადისებს შენ კითხულობ. ეს არის ცოდნა. ცოდნა არ არის ძნელი, როგორც ზოგიერთი ხოჯანი იმამი იძახის. ბუხარი და მუსლიმ რომ გაიგო, დიდი ალიმი უნდა იყო, ყურანი რომ გაიგო, დიდი ალიმი რომ იყო, სუბჰანალლა. კი არის ზოგიერთი აიათები მუთაშაბიჰად, რომელსაც მაგას ცოდნა უნდა, რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტესობა ჰადისები რა ადვილია. და რა არის მაგაში ძნელი? ჩვენ ხო ვკითხებთ, ყველაფერს გებულობთ. რაღაცა თუ ვერ გებულობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე შეიხებს ვეკითხებით. მაგრამ მთლიან ჯამში რომ ვთქვათ, ჰადისები ძალიან ადვილია. ცოდნა ძალიან ადვილია. ნახეთ. შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, რომელიც გადმოსცა საჰაბან აბდულაჰ იბნ აბას, ალმაუ ლა იუნჯისუჰუ შეიუნ. ანუ წყალს არაფერი არ აჭუჭყიანებსო. წყალს არაფერი არ აჭუჭყიანებსო. ეს რაც ნიშნავს მეგო რომ წყლის ფუნდამენტი, წყლის ანუ ასლი არის სუფთა. წყალი ასლი არის სუფთა. და წყალი რჩება სუფთად, სანამ მაგას ერქმევა წყალი. და შეიძლება მაგალითად წყალში მოხდეს რაღაცა ბინძურისგან, ნაჯასისგან და შეიძლება მოხდეს რაღაც ტახურისგან, რაღაცა სუფთა. მაგალითად თუ ფოთლები ჩავარდა წყალში, ამ მტვერი, წყალი მაინც რჩება წყლად. თუ მისი ფერი შეიცვალა გემო ან სუნი, სანამ იქნება წყლით, წყალი იმ წყლის შეიძლება აღება აბდესტის. მაგალითად როგორც ზღვა. ასევე გავივით ცოტა ხანში ხადისი კიდე გავივით. ზღვის წყალი. მისი გემო ხო შესვლილია. რა არის მომხდარი? მარილი ხო, ბევრი მარილია. მაგრამ მაინც მაგას ვეძახით რა წყალს. მაგით აბდესტი აღება შეიძლება. მაგრამ თუ ჩავარდა რაღაც ნაჯასისგან, რაც არის ნაჯასი, ჩავარდა წყალში. მისი გემო შეიცვალა სუნი ან ფერი, მაშინ მაგდოს არ შეიძლება იმ წყლით აღება. ასევე ზოგიერთი არ ვიცი მე არ მინახე გაგონე კოკაკოლა შეიძლება აღება აბდესტით. კოკაკოლა შეიძლება კოკაკოლა წყალი ითვლება ძმებო? არა, ესე იგი არ შეიძლება. ზღვა ითვლება წყლად. ესე იგი შეიძლება. და მაგაზეც მოვა ჰადისი. ეს ანუ პატარაზე მოკლედ რო ვილაპარაკოთ, როგორია წყალი და ასე შემდეგ. შემდეგ ჰადისი რომელს გადმოსცა აბდულაჰ ბინ უმარ radiyallahu anhu anna nabiy sallallahu alayhi wasallam su'ila an ma'i wa ma yanubuhu min as-sibai wa dawabi. Shuma sallallahu alayhi wasallam კითხეს წყალზე, რომლისგანაც ხანდახან შეიძლება დალიო ცხოველი, როგორც მტაცებელი და არამტაცებელი. და თქვა, فقال رسول الله صلى الله عليه وسلم اذا كان الماء قلتين لم ينجسه شيء. თუ წყალი არის, ანუ ორი ბოჭკისგანო, იმდენი წყალი როგორც ორი ბოჭკა როგორ არის ქართულად? ხო, მას ანუ წყალი არ გაფუჭებსო. მას ეს ნაჯასი ან ცხოველის, დალეული, როგორც ძაღლის და კატის არ გაფუჭებსო. მაგრამ ალიმები რა თქვეს? აქ პირდაპირ მნიშვნელობა კი არ არის, ანუ განსაზღვრული ორი ბოჭკით. არამედ ეს ნიშნავს, ანუ თუ ბევრია წყალი და ძაღლმა დალია იმ წყლიდან, ამ მტაცებელი ცხოველი, რაც მისი დორბლი ნაჯასია, მაინც შეიძლება იმ წყლით აღება აბდესტის. კატაზე უკვე არ არის ნაჯასი, დახურია ჩვენ როგორც ვიცით. შემდეგ ჰადისში, რომელიც გადმოსცა აბუ ჰურეირამ, თქვა რომ საალა რაჯულun რასულალლაჰ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. ერთ-ერთმა ადამიანმა კითხა შუმავალ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. და მან თქვა, იმ კაცმა თქვა, ია რასულალლაჰ, ე ალლაჰის შუმავალო, ინნა ნარკაბულ ბაჰრა. ჩვენ ანუ გემებზე ვждებით რომ გავუცუროთ ზღვაზეო. ვა ნაჰმილუ მa'ana ალ-ყალილ მინ ალ-მა. და ჩვენ გვაქვს წყლიდან როცა ჩვენ სვავთ, ცოტა ან ბევრი წყალი არ გვაქვს. فإن تودأنا به عطشنا. და თუ იმ წყლით აბდესს ავიღებთო, ანუ ჩვენ წყალი არ დაგრჩება და მწყურვალი გავხდებითო. أفنتودأ بماء البحر. ზღვის წყლით ავიღოთო აბდესტიო. ნახეთ, ზღვის წყლით ავიღოთო აბდესტიო. და შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, هو الطهور ماؤه. მისი წყალი არის ტახურიო, ანუ სუფთარიო. الحل ميتته. და მისი რა მკვდარია, იმ წყალში არის ჰალალიო. ნებისმიერ თევზი. თუ მაგალითად თევზი გადმოვარდა ნაპირზე, ადამიანი თავისუფლად შეიძლება აიღოს და ჭამოს ის თევზი. ნებისმიერ რაღაცა, რაც ცხოვრობს წყალში, წყლის გარეშე რაღაც არ შეუძლია, ნებისმიერ რაღაცა მისი ხორცი არის ჰალალი.
ან აქედან ხედავ ძმებო რომ მიუხედავად იმისა რომ ზღვის წყალი არის შეცვლილი გემოზე მარილიანი აბდესტი მაინც შეიძლება რომ აიღო ამ ზღვის და ასევე ღუსლი თუ ღუსლი გაგ ზღვა არის ახლა შევარდი წყალში უსპად გამოდი აი შენი ჯონობისგან დიდი ღუსლი ნახეთ მე რა ადვილია ჰამდუისა რა ადვილია როცა ცოდნა გაგ რა ადვილია ეხლა ის მახსენდება ჩემ პირველად მახსენდება აი იყო ზღვაზე რა თქმა უნდა იმ ზღვაზე იყო სადაც ქალები არ არიან ძმებო დიდველა ნუ გეგონ კაი ზმა არის მაგას ვიცნობ აი იყო ზმაზე არ იცოდა ხო მაგის ხოქმი არ შევიდა არ ვერ იბანავა წავიდა შეიძლება სხვანაირად ღუსლა იყო მაგრამ თუ ეცოდინებოდა ამის ხოქმი შევიდოდა თავის გამოვიცო შეუძლია უკვე ილოცოს და ასე შემდეგ عن جابر ما قد مستر شوما صلى الله عليه وسلم أن النبي صلى الله عليه وسلم سئل عن ماء البحر ما سكيتخس زغويس قالزه تمام تقوى هو الطهور ماؤه الحل ميتته როგორც წინა حديثي მისი წყალი არის სუფთაო და მისი ანუ რას არის კუტარი მან ან ცხოველებისგან არის ჰალალიო თქواس აზანი არ ვიცი ბინმერამ მაინ შეიძლება ეს მithumes კაია მაგას ზამთარში ხაი ხო ზოგს ხალს არა ცხელი წყალი მაგას ვილაპარაკეთ კაი არქით კარგით بسم الله والصلاة والسلام على رسول الله وعلى آله وأصحابه ومن تبعه بإحسان إلى يوم الدين رب اشرح لي صدري ويسر لي أمري واحلل عقدة من لساني يفقهوا قولي اللهم ثبتنا عند موتنا بلا إله إلا الله اللهم اجعلنا من الذين آمنوا وعملوا الصالحات وتواصوا بالحق وتواصوا بالصبر آمين يا رب العالمين السلام عليكم ورحمة الله جنب ჩვენ ვართ ახლა როგორც იხით კიტაბუ ტაჰარა რომელიც ეხება ტაჰარათის განყოფილებას რაც ეხება აბდესტს და ასე შემდეგ და დღეს ჩვენ ვართ მეორე თავზე რომელსაც ქვია ბაბუ ფი სურილ ჰირ თავი რომელიც ეხება კატის დორბლს ას მიხუთი ჰადისი ან კაბშა ბინთ კაბ ანუ ეს ქალია გადმოსცა რომ وكان تحت ابن ابي قتاده და მისი ქმარი იყო აბუ ყათადა თქვა რომ انا ابو قتاده دخل عليها ეთქვა აბუ ყათადა შევიდა მასთან فسكبت له وضوءا და დაუსხა კაბშა დაუსხა მისთვის ან თავისი ქმრისთვის წყალი რისთვის რომ აბდესტი აიღო فجاءت حره تشرب და მოვიდა კატა და წყლის დალევა უნდა და იმ ასე ვთქვათ იმ ადგილიდან სადაც იღებდა წყალს فأسغى أبو قتادة الإناء فشربت منه და აბუ ყათადა ანუ ისე დააწვინა ის ტაშტი ისე რომ კატა მივიდა და დალია იქიდან قالت და მე თქვა კაბშა ანუ მისმა მეუღლემ فرآني أنظر إليه და აბუ ყათადა ან თავის ქმარზე იძახის დამინახა რომ მე მაგას უყურებო ანუ გაუკვირდა قال და აბუ ყათადამ თქვა أتعجبين يا ابنة أخي نو تو შენ გაგიკვირდა ჩემო ძმის შვილო სანამ გავაგზე მინდა თქვა ძმებო ნახეთ რომ ქალი ემსახურება თავის ქმარს მოვიდა მისი ქმარი და ემსახა დაუსხა მაგას აბდესტისთვის წყალი ეს არის ისლამში ერთ-ერთი ასე ვთქვათ ვალდებულება ქალის რომ მოემსახუროს თავისი ქმარს იყოს მისი მსახური არაცუდი გაგებით მისი მსახური არამედ კარგი გაგებით და ასევე კაცისთვის მისი მეუღლე უნდა იყოს მისი დედოფალი ასე ვთქვათ ადრე მაგალითად არ ვიცი ადრე ფილმებს უყურებდა ფილმებში თუ ვიღაცას ნახავდა მაგალითად მამაკაცი ადგა დილას და მოვიდა სამუშაოს მერე დაღლილი ქალი მოდი რაღაცა ტილოს უკიდებს და მერე უსხავს წყალს ჩაის ყავას რავი ყველაფერს ყველა ხალხი იძახდა აი სიყვარული აი მაშალა რა საყვარელი რა ისა რა ხედია დღეს კიდე ზოგიერთი ქალი წყალს დაუსვა კი არ ვიცი რა დღეს შააგდეს კაცს პირიქით ეს არის ვალდებულება როგორც ქალის ასევე კაცს აქვს ვალდებულება თავისი მეუღლეს მიმართ მე ნახეთ რა უთხრა მისმა ქმარმა აბუ ყათადა როგორ უთხრა თავის ცოლს იაბნათა ახი ანუ ჩემო ძმის შვილო ანუ ისლამში ძმის შვილო არაბები ევნებოდნენ თავის მეუღლებს ანუ ვისაც უყვარდათ ეგრე ევნებოდნენ და ამით ანუ ამაღლებდნენ იმ ხალხს ადიდებდნენ იმ ხალხს ანუ დიდი პატივისცემა იყო ამ სიტყვებში فقلت და თქვა
მის მაცხოვნა ნა, ანუ კი გამიკვირდა რომ ანუ კატას დაალევინე წყალი იქიდან საიდან შენ აბდესტი იღებდი. და თქვა აბუ ყატადა ინა რასულულლაჰი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ყალ ჭეშმარიტად შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა ინნაჰა ლეისათ ბინაჯასინ კატა არ არის ნაჯასი. კატა როგორც ზაღლი ასე ვთქვათ არ არის ნაჯასი. ინნამა ჰია მინა ტავაფინა ალეიკუმ აუ ტავაფათ. ჭეშმარიტად კატა არის ის ცხოველი ვინც თქვენ შორის ყოველთვის ანუ დადისო. აქედან ჩვენ ხედავს მე რომ კატა არის ნაჯასი. და არის სხვა ჰადისები, სადაც მაგალითად სახი ჰადისები, სადაც კატა როცა დალევდა საჰაბების მაგალითად ჭურჭლისგან, საჰაბებნი იმ ჭურჭელს მერე რეცხავდნენ და ასე შემდეგ. ალიმები ამ ჰადისებს და ამ ჰადისებს ერთმანეთს როცა აგროვებენ, აქ იძახენ თუ დაინახე შენ კატა შეჭამა რაღაცა ნაჯასი, ან ვირთხა რაღაცა ჭამდა რაღაც ბინძურს, ამ შემთხვევაში გარეცხი. მაგრამ შენ თუ არ გინახეა კატისგან ეგეთი არაფერი, მაშინ ჩვეულებრივ შეგიძლია გამოიყენო ის წყალი აბდესტისთვის და ასე შემდეგ. მესამე თავი ბაბუ ფი ჯულუდი ალმეიტათი თუდბახ. თავი რომელიც ეხება ტყავს, ანუ მკვდარი ცხოველის ტყავს, რომელიც არის დამზადებული. მკვდარი ცხოველი რომელია ძმებო, მაგალითად ხბო, ცხარი და ასე შემდეგ თუ მოკვდა, ჩვენ ვიცი მის ჭამა არ შეიძლება. მაგრამ მისი ტყავის გამოყენება შეიძლება რა შემთხვევაში თუ იყო დამზადებული ეს ტყავი. გამოყენებული როგორც მაგალითად ამ ტყავისგან აკეთებენ ამას და წყალს ასხავენ და მე იქიდან სვავენ. მაგაში პრობლემა არ არის. 106 ჰადისი შომამა ან აიშა გადმოსცა რომ შომამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ამარა ან იასტამტია ბიჯულუდი ალმეიტათი იდა დუბიღათ რომ უბზანა ხალხს რომ შეგიძლიათ გამოიყენეთო ტყავი ანუ მკვდარი ცხოველის თუ იყო ეს ტყავი დამზადებული. ამ დროს უკვე ეს ნაჯასი არ ხდება, შეიძლება გამოყენება. დამუშავებული ტყავი, ხო? აი ვინც მუშაობდა, ან ვინც მუშაობს ამ თემაში, ტყავის დამზადება ის პროცესი როგორ ხდება. შემდეგ ჰადისი 107 ჰადისი, რომელიც ან ტარიყილ უხრა, ასევე აიშამ გადმოსცა სხვა გადმოცემით, რომ შომამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა: დიბაღულ ჯულუდილ მეიტათი ტუჰურუჰა. ან ტყავის დამზადება პარი ცხოველის არის მისი გასუფთავება. იგივე ნიშნავს რომ სუფთა ხდება ეს ტყავი. რა შეიძლება ზემო ღორის ტყავს. აქ ალიმებს აქ იხტილაფი ღორის ტყავს, მაგრამ უფრო სწორი აზრი ეს რომ აშილება მისი გამოყენება. 108 ჰადისი სალამა ბინტ ალ-მუჰაბბიყ გადმოსცა რომ შომამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ أتى في غزوة تبوك على بيت في فنائه قربة معلق. ეთქრო საიყო ბრძოლა, ტაბუკის ბრძოლა. შომამა სალასა მივიდა ის ადგილას, სადაც ერთ სახზე იყო დაკიდებული. ანუ ის ტყავისგან რომ ამზადებენ რა ქვია მაგას, წყალს რო ასხავენ მას. ქართულად რა ქვია მაგას თუ იცით? ნუ მიხდით თქვენ რაზე ლაპარაკობ. ანუ იყო დამზადებული ტყავისგან და იყო დაკიდული სახზე. და ის თხოვა საჰაბებს რომ იქიდან წყალი მოიტანათ მისთვის. და ერთ-ერთმა საჰაბა მაგას უთხრა: ინნაჰა მეიტათა. ეს რაღაც არის დამზადებული მკვდარი ცხოველისგან. და შომამა სალასა მაგას უპასუხა: ყალ ზაკატულ ადიბი დიბაღუჰუ. ტყავის გასუფთავება არის მისი დამუშავება. თუ დაამუშავა ადამიანმა ტყავი, ეს ტყავი ხდება მისთვის უკვე სუფთა. შეუძლია გამოიყენოს წყალის დალიევს იქიდან, აბდესტს აიღოს და ასე შემდეგ. მეოთხე თავი ბაბ მან არადა ხალაა ვა მა'აჰუ შეი'უნ ფიჰი ზიქრულლაჰი თაალა. თავი რომელიც ეხება იმას თუ ადამიანს მოუნდა მაგალითად საფირფარეშვის წასვლა და მაგას აქვს ან წიგნა რაღაცა რომელშიც არის ზიქრი, ან ყურანი და ასე შემდეგ. ეს თავი ძმებო ეს თავი არ ემთხვევა ამ წიგნის შარტს, ამ წიგნის პირობები. ამ წიგნის პირობები რა არის ვის ახსოვს? როგორი ხადისებია ამ წიგნში? ზავაიდ. დამატებითი რა? მუსლიმში შეიძლება იყოს, მაგრამ დამატებითი ინფორმაცია ხო? ეს ხადისი არ არის, მაგიტომ შეიხა არ მოიყვანა, მაგრამ ჩვენ ცალკე ვიტყვით რომ ალიმები თქვენ თუ მაგალითად შენ ხარ სიტყვაზე მგზავრობ და შენ გაქვს ჩანთაში გაქვს კომპიუტერი, რაღაც ნივთები და ყურანის არის მანდ. ან ზიქრები, დუები არის მანდ. შენ გეშილია მაგალითად და გზაში ხარ და დაინახე საფირფარეშო გინდა შესვლა, მაგრამ გეშინა გალი თუ დავდატოვებ ჩანთაში, ამ შემთხვევაში შეიძლება ვიღაცა მოპაროს. ამ შემთხვევაში შეგიძლია მან შეხვიდე და მე უცბად რა თქმა უნდა გამობბევრი ხანი მან არ დარჩი. ამ შემთხვევაში შეიძლება. და ესე ცალკე ძმებო არ შეიძლება. მეხუთე თავი ბაბო მა იყულუ იდა დახალა ხალაა. თავი რომელიც ეხება იმას, რა უნდა თქვას ადამიანი, როცა შედის საფირფარეშოში. 109 ჰადისი ან ზეიდ ბინ არყამ. ზეიდ ბინ არყამმა გადმოსცა რომ შომამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა:
إن هذه الحشوش محتضرة ანუ ჭეშმარიტად ეს ადგილები ანუ საფერფაროში არის გავსებული ჯინებით ანუ მანდარიან ჯინები ანუ დაკავებულია ცარიელი არ არისო فإذا أراد أحدكم أن يدخل და თუ ვიღაცას მოუდა თქვენსგან რომ შევიდეს იმ ადგილაში فليقول ماشين تكواس أعوذ بالله من الخبث والخبائث მე მივეკედლები ალლაჰს ჯინებისგან როგორც დედრობითი ასევე მამრობითი სქესისგან დედრობითი და მამრობითი სქესისგან ნახეთ მე ჯერ ეგეთი მინდა თქვათ რომ ჩვენ შეიძლება ვიცით დუა რომელიც არის ჰისნულ მუსლიმში იქ არის თავიდან ნახსენები ჯერ ბისმილა წერია ბისმილა და მე ალლაჰუმა ინი აუზუ ბიკა მინალ ხუბუთი ვალ ხაბაith რა შეხლა ბისმილა ძმებო ამ ჰადისთან კავშირი არა ეს არ არის სახეხი ეს ცალკეა ანუ ბისმილა ჩვენ ვიზახით ისთვის რომელსაც ჩვენ ვიხდით ჯინები არ დაგვინახო მაგისთვის კეთდება მაგრამ კონკრეტულად იმის როცა შენ შედიხარ მარტო ეს დუა არის اللهم إني أعوذ بك من الخبث والخبائث أن رجس أكمويدا أعوذ بالله من الخبث والخبائث أساس ده أساس شيء لبا ماذا بسم الله تسالكيا رزمبو بسم الله تسالكيا أنا رات نخدا جل أكرهتبا شو ما صلى الله عليه وسلم بيرولكشي ميكيد إيش لاشين رزمبو روم سبي باروش أدميان بيوري خاني أرون دايغوس مثلا التليفوني زوجي تسمع شيء لبا تليفون زغيب شيء دي سبي باروشي أدري تو ما قايتات ხალხი იღებდა გაზეთებს და შედიოდა მასთან. დღეს უკვე ტელეფონებია. ლენტაში გადადის Facebook-ში, Instagram-ში ყველაფერს უყურებს. მაგაზე უარეს რა აზმებ, მაგაზე უარესი. აი არის გამომწერი ზოგიერთი ისლამური საიტების. და მაგდას უზა უყურებს, ყველაშია, მაგას უყურებს. მოდის შეტყობინება, აი ახალი გაკვეთილი გამოვიდა. და გაკვეთილი სათაური არის გეშონოდეს ალლაჰის. ამაღენ ყურანის ასე და ასე ფადაილე და მაგდას ახი არის საფერფაროში. არა ეს სწორი ეს. ზოგიერთი ძმა მაგაზე უარეს დამტვისას იღებს თავისას რომ ეშინე ელემენტი დაუჯდება მაგ დროს. ან ზოგიერთი ძმა თამაშობს შედის ამადგას თამაშობს. არა ძმებო, შუმამასალთან ჩვენ გვასწავლა რომ რა შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ იმ ადგილებიდან. ასევე ჩვენ ჰადისებიდან ჩვენ ვგებულობთ რომ ჯინები არიან, ანუ გავლენ ისინი ადამიანებს. მაგათ ასევე დედრობითი და მამრობითი სქესები. და ასევე ძმებო ეს დუა უნდა ვასწავლოთ ჩვენ შვილებს, ბავშვებს. შენ თუ იზახი მაგას, შენ ხო არ გინდა ვიღაცა ჯინი შეეხო ცუდად შენ ბავშვებს, ან შენ ოჯახს, რა თქმა უნდა, არ გინდა. ასევე ასწავლე შენს ბავშვებს, შენ ოჯახს ეს დუა. რა შეიძლება ბისმილას თავიდან რო თქვი ძმებო, ბისმილას არის აუცილებელი რომ თქვა. როცა დასასმეს ვიხდით, უნდა თქვა ბისმილა, რომ ჯინები არ დაგვინახონ. ასე უნდა ვასწავლოთ ჩვენ ოჯახს, რომ ჯინები არ დაინახონ. მაგალ არავის არ მოიწონება ვიღაცას მაგალითად უცხო ადამიანი თუ შეხედავს ჩვენს მეუღლებს თუ შეხედავს არავის არ მოგვეწონება ასევე უნდა ვასწავლოთ მეუღლებს რომ თქვან ბისმილა ეს არის აუცილებელი ძმებო შემდეგი თავი მეექვსე თავი ბაბუ ადაბილ ხალა ვალისტიჯმარი ბილ ჰაჯარ თავი რომელიც ეხება ანუ საფერფაროშოს და გაწმენდა ქვით როცა ადამიანი შედის მაგდროს მე როგორც ჩვენ თქვით მაგდროს არ იყო ტუალეტის ქალათები და ასე შემდეგ მაგდროს ხალხი იყენებდა ქვებს და ასე შემდეგ აბუ ჰურეირა გადმოსა რომ შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა ინამა ანა ლაკუმ მითლულ ვალიდ ჭეშმარიტა მე ვარ თქვენთვის როგორც მამა აქედან ჩვენ ხედავთ მე რომ შეიხები არიან ჩვენთვის როგორც მამები და აქედან ჩვენ ხედავთ რომ შეიხები ყოველთვის უნდა იყვნენ თავის მოსწავლეებთან ერთად თუ არის მამა ჩვენი თუ შეიხები არიან ჩვენთვის როგორც მამა ხანდახან შეიხი შეიძლება უხეში იყოს შენს მიმართ შეიძლება გაგიბრაზდეს რაღაცა გითხრას შეიძლება ხმა აწიოს შენზე და შენ არ უნდა გაბრაზდე მაგაზე თუ არის შენთვის როგორც მამა მაშინ მიიღე როგორც მამა ახლა ჩვენი მშობელი რამეს თუ ჩვენ შენიშნოს მოგცემს და შეიძლება ხმაულა თქვა ჩვენ ხო არ გვეწყინება ჩვენ მივხვდებით რომ მაგას რატო აკეთებს სიყვარულისგან ჩვენს მიმართ ასევე შეიხების მე ხანდახან შენ გაგიბრაზდეს გაიგე რომ მაგას აკეთებს იმიტომ რომ უყვარ ხარ მაგას შეიხი შენ თუ აგიბრაზდება არასდროს რაღაცა ეჭვი არის მაგ შეიხში იმიტომ შენ არ ახალ იდეალური ადამიანი ყოველთვის რაღაც შეცდომას გააკეთებ როგორც მე როგორც ყველანი ამიტომ ეს არის კარგი თუ შეიხი გიბრაზდება და შუმამა სალსა მე იძახის фа иذا ذهب احدكم الى الغائط თუ ვიღაცა წავიდა თქვენსგან ანუ საფერფაროში فلا يستقبل القبلة ანუ სახით არ დადგეს ყიბლის მიმართ ولا يستدبرها ასევე ზურგით არ დადგეს ანუ ყიბლა არ უნდა იყოს არ შენი სახლის პირდაპირ არ შენი ზურგის უკან ძმებში არის გავრცელებული რა რომ საფარში მიდიან სადღაც ან რაღაც სასტუმროში შედიან ყოველთვის უყურებენ ლოცვის დროს შედის რა სად არის ყიბლა ეძებენ ეგრევე სად არის ყიბლა ასევე ჩვენი თავები უნდა მივაჩვიოთ როცა ამ საქმეში მიდიოს საფერფაროში ადამიანი მის გინ ბუნებაში გინ რა სასტუმროში შევიდა აუცილებლად უნდა ნახოს სად არის ყიბლა აუცილებლად უნდა ნახოს
რომ ადამიანი მაგალითად ანუ შხაპს იღებს, შხაპს და მომუნდა პატარაზე საქმის გაკეთება. ამ შემთხვევაში უნდა აუცილებლად ისოდეს სად არის ყიბლა, რომ ყიბლის მხარეს არ გამოვიდეს ეს საქმე. ვალა იასტატიბ მე შუამასალს აგზელებს ვალა იასტატიბ ბიამინიჰი და არ დაიბანოს მარჯვენა ხელით. არ დაიბანოს მარჯვენა ხელით. ანუ იმ საქმის მერე. და ასევე სხვა რივაიათში არის გადმოცემული ნაჰა ანილ ისტინჯა. ანუ აგრძალა როგორც ქვით, ანუ შეიძლება ჩვენ დროს თქვა ტვალის ქაღალთი. გამოყენება მარჯვენა ხელით და ასევე წყლით დაბანვა მარჯვენა ხელით არ შეიძლება. მარტო მარცხენა ხელით ძმებო. ვაკანა იამურუ ბითალათ აჰჯარ და შუამასალს უბზანებდა თავის მოწაფეებს რომ გამოეყენებინათ სამი ქვა. ანუ თუ ადამიანი შევიდა ამ საქმე დაამთავრა, უნდა გამოიყენოს სამი ქვა და არა 4 და 6 და ანუ კენტი რიცხვი უნდა იყოს. ვაიანჰა ანილ რაუთი ვარიმმა და აგზალა შუამასალს მაგისთვის გამოყენება როგორც ნაკელის, ასევე ძვლების. ადრე ხალხი, ზოგიერთი ხალხი მაგას იყენებდა, ან ნაკელი, ან ძვალი. არ შეიძლება ძმებო. ჩვენ ვიდით ხადისები ნოვით ძვალი ჯინები ჭამენ ძვლებს და ნაკელს კიდე ჭამენ მათი ცხოველები. ეს არის გადმოცემული ჰადისებისგან. შემდეგ ჰადისში 111 ჰადისი ან აბი ჰურეირა. აბუ ჰურეირამ გადმოსცა რომ შუამამას სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა იზა სტაჯმარა აჰადუქუმ ფალიუთირ. თუ ვიღაცა თქვენსგან ანუ მაგ დროს დაამთავროს ამ საქმეს გაიწმინდავს, ანუ ქვით, ტუალეტის ქაღალთი დღეს და ასე შემდეგ, მაშინ გამოიყენოს ეს ანუ კენტი რიცხვით. კენტი რიცხვი რა 3, 5, 7 და ასე შემდეგ. Fa inna Allah ta'ala witrun yuhibbul witra. იმიტომ რომ ალლაჰი არის კენტი და მაგას უყვარს კენტი რიცხვი. ანუ მე მაგალითად ადამიანმა შევიდა საფეფაროშოში, არ არის წყალი და უნდა გამოიყენოს ტუალეტის ქაღალთი. და გაიწმინდა ასე თქვა 3ჯერ და 3ჯერ არ ეყოფა გააკეთა ის 4ჯერ. და ნახა რომ 4ჯერ საკმარისი იყო. სუფთა ადამიანი ჩვენ მიტყვით არა 4ჯერ არა 5ჯერ გაიწმინდე. იმიტომ სუნათის კენტი რიცხვი გამოიყენო მაგ დროს. კენტი რიცხვი. შემდეგ ჰადისში 112 ჰადისში ან სულეიმან ბინ ზიადმა გადმოსცა რომ დახალნა ალა აბდილა ბინ ჰარith ჩვენ ერთხელ მოვედით აბდულლა ბინ ჰარისთან ბინ ჯაზინ az-ზუბეიდი fi yawm al-jum'a ჯუმა დღეს მასთან მივედით ფადაა ბიტასტინ და ანუ ბიტისტინ ბოდიშით და დაუძახა ანუ სთხოვა ხალხის გარა ტაშტის სთხოვა ვაყალა ლილ ჯარია და უთხრა თავის მსახურს ისტორინი ანუ დამიფარე რომ ხალხი არ ამნახოს ფასათარათხო და დაფარა ის ადამიანი რომ ხალხი არ ანახოს ფაბალა ფიჰი და თავის ანუ პატარა საქმე გააკეთა მანდ თუმმა ყალა და მერე თქვა სამიათო რასულულლაჰი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ იანჰა ან yabula ahadukum mustaqbil al-qibla მე გავიგე რომ შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ აკრძალა ანუ თავის საქმე ანუ იმ საქმის გაკეთება ყიბლის მიმართულებით ასევე მე როგორც ჩვენ გავიგეთ ადრე დაფურთხებაც ანუ შეფურთხებაც არ შეიძლება ყიბლის მიმართულებით. უნდა იყოს ან მარცხენა მხარეს, ან ფეხების ქვეშ. 113 ჰადისი კანა რასულულლაჰი ან ჯაბირმა გადმოსცა რომ კანა რასულულლაჰი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ იანჰანა ან ნასტaqbil al-qiblata aw nastadbiraha bi furujina idha ahraqna al-ma'a. შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ჩვენ გვიგზავნოდა რომ ყიბლისკენ ვიქნებოდით ანუ ყიბლისკენ მიმართულნი ან ჩვენი ზურგებით როცა ჩვენი სასქესო ორგანოებით როცა ჩვენ ვაკეთებთ ანუ პატარა საქმეს და მე თქვა thumma qad ra'aytu qabla mawtihi bi'amin yabulu mustaqbil al-qibla მე ერთხელ დავინახე შუმამა სალლალლაჰუ ანუ როცა აკეთებდა თავის საქმეს ანუ შორს გადიოდა ხალხისგან და ასე შემდეგ ერთხელ გააკეთა ეს საქმე ყიბლის მიმართ თვითონ შუმამა სალლალლაჰუ ყიბლის მიმართ გააკეთა აქ ალიმები რა თქვეს ესე იგი პეღამბარ სალლალლაჰუ მაგ ქონდა რაღაცა მიზეზი ანუ დაიმასოთ მე როცა შუმამა სალლალლაჰუ რაღაცას ამბობს და როცა აკეთებს ეს არის სხვა რაღაცა აქვს სხვა ხუქმი აქვს მაგას როცა შუმამა სალლალლაჰუ რაღაცას იძახის მაგას აქვს უფრო ასე ვთქვათ ფართო ხუქმი როცა აკეთებს სხვანაირი ხუქმია აქედან ჩვენ ხედავთ და ალიმები თქვეს რომ ესე იგი შუმამა ხონდა რაღაცა მიზეზი რომ გააკეთა ყიბლის მხარეს შეიძლება უკან ხალხი იყო და ასე შემდეგ არ დაინახათ და ასე შემდეგ შემდეგ ჰადისი 114 ჯაბირმა გადმოსცა ნაჰა რასულულლაჰი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ან yamassa ar-rajulu dhakarahu biyaminihi შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ აკრძალა მამაკაცისთვის რომ შეეღოს თავის სასქესო ორგანოს თავისი მარჯვენა ხელით არის ძმებო სხვა ჰადისები სადაც შუმამა სალლალლაჰუ აკრძალა ეს რა დროს როცა ადამიანი მამაკაცი ანუ პატარა საქმეს აკეთებს საფეფაროშოში აქ ალიმები
ჯუმჰურები და სხვა ალიმები ერთმანეთს ამ ორ ხადისს აკავებენ, აკავშირებენ და იზახიან რომ პირველი ხადისი ჯობი არ შეეხო. და მეორე ხადისი არის უფრო კონკრეტული. როცა ადამიანი მამაკაცი მაგას აკეთებს საფირფაროში, არ უნდა შეეხოს მარჯვენა ხელით, მხოლოდ და მხოლოდ მარცხენა ხელით. თორე ცალკე მარჯვენა ხელის შეხება შეიძლება. 115 ხადისი ან აბი საიდ ალ-ხუდრი, აბი საიდ ალ-ხუდრიდან გადმოსცა, რომ შუმამა სალლალაჰუ ალაიჰი ვასალამ თქვა: ლა იაყუdu რაჯულანი ალა ალ-ღაიტი იათაჰადდასანი. არ მოხდეს ის რომ ორი მამაკაცი თავის საქმეს აკეთებს საფირფაროში, როცა ზიან და ერთმანეთს მაგ დროს ლაპარაკობენ. Yara kullu wahidin minhuma awrata sahibihi. და მაგ დროს ერთმანეთს ესენი ორივე ხედავენ ერთმანეთის სასქესო ორგანს. Fa inna Allaha yamqutu ala dhalik. მაგის გამო ალლას არ უყვარს ეს ხალხი. იზღება ეს ხალხი. არა იმის გამო ძმებო რომ ხალხი ლაპარაკობს მაგ დროს, მაგას შევიდა საფირფაროში. მაგალითად ადრე როგორ იყო სკოლებში იყო, ადრე ბავშვობაში, ბავშვი შედიოდა საფირფაროში, არ იყო კაბინკები, ყველაფერს ხედავდა ადამ ხალხი. Კარგი ბავშვები, მაგრამ მამაკაცების მაგას აკეთებდნენ. აქ ალიმები თქვენ რომ ალლას არ უყვარს ის ხალხი, არა იმის გამო ლაპარაკობენ მაგ დროს, არა იმის გამო რომ ხედავდნენ თავის ორივე სასქესო ორგანოებს. ასევე ეს ეხება რომ ზოგიერთი ხალხი მაგასთან დადის სპორტ დარბაზებში. მან არ უფრთხილდებიან ეგეთ რაღაცებს. ეგეც რა თქმა უნდა ჰარამია, არ შეიძლება ჩვენთან. რა შეეხება ლაპარაკს მებო მაგის დროს ადამიანი შევიდა მაგალითად საფირფაროში. და ვიღაცა სიტყვაზე შენ დაგეძახა, მაგალითად საფარში ხარ. და ვიღაც დაგეძახა, შენ ჩქარა გამოხვა გვეჩქარება, ან რაღაცა მოხდა. მაგ დროს ალიმები თქვა, შეიძლება უპასუხო ხალხს. პრობლემა არა ის მაგაში, რომ უპასუხო. 116 ხადისი აიშამ გადმოსცა, აიშამ თქვა: Man haddathakum anna nabiyya sallallahu alayhi wa sallam kana yabulu qa'iman, ვინც თქვენ გითხრათ, რომ შუმამა sallallahu alayhi wa sallam თავის პატარა საქმეს აკეთებდა მდგომარე, fakadhibhu, მაგას არ დაუჯერეთო. Ana ra'aytuhu yabulu qa'idan. მე ვხედავდი მას რომ აკეთებდა ამ საქმეს მჯდომარე. არავის არ დგებოდა. მაგრამ ნახეთ ძმებო, არის სხვა ხადისები, ასევე სახი ხადისები. სხვა საჰაბები როგორც წინაზე ხო გავიარეთ, შუმამა sallallahu alayhi wa sallam თავის ამ საქმეს ზოგჯერ აკეთებდა მდგომარე. როგორ დავაკავშიროთ ეს ორი ხადისი. შარიათში გვაქვს ძმებო ეგეთი წესი. მუჰადისები ისიან ეს წესი. როცა ვიღაცა რაღაცას უარყოფს, ეს არ ნიშნავს რომ ეს არ არსებობს. მაგალითად ვიღაცა შეიძლება თქვა სიტყვაზე მე ეს არ გამიგია. მაგრამ ეს არ ნიშნავს შენ ეს არ არის. ეს არ ნიშნავს ეს არ არის. აიშა რადიალლაჰუ ანჰა ხედავდა როგორც აკეთებდა შუმამა sallallahu სახში. ზოგი ალიმი თქვა რომ როცა სახში ხარ უმჯობესია გააკეთო ეგრე. დაжди და ეს გააკეთო შენი საქმე. მაგრამ არის ბევრი ხადისები, სხვა სახი ხადისები, საჰაბები თქვენ რომ ჩვენ დავინახეთ რომ აკეთებდა ამ საქმე მდგომარე. შეიძლება მამაკაცისთვის როცა ქუჩაში დაშენ გააკეთო ეს საქმე მდგომარე, მაგაში პრობლემა არ არის. რომ შევაერთეთ ეს ხადისები ერთად. მეშვიდე თავი ძმებო, ბაბულ ისტინჯა ბილმა. თავი რომელიც ეხება წყლით დაბანვა. მაგდროს საფირფაროში შევიდა ადამიანი დაამთავრა საქმე და წყლით დაბანვა. აბუ ჰურერა გადმოსცა. მან თქვა რომ دخل رسول الله صلى الله عليه وسلم الخلاء. ادخل شمامة صلى الله عليه وسلم شويدا سافيرفაროში. فأتيته بماء في تنور. და მე მაგას მოვუტ წყალი და ეს წყალი იყო სპილენძის ჭურჭელში. ეგეთი ჭურჭელი იყო სპილენძისგან. აუ რაქვა. ან იყო ისეთი ჭურჭელი, რომელიც იყო მაგალითად ტყავის, როგორც ჩვენ თქვით, ტყავის ჭურჭელი, მაგაში იყო წყალი. فاستنجى به. და ეს წყალი გამოიყინა. ومسح يده اليسرى على الارض. და როცა გამოვიდა თავის ხელი, მიწაზე წაუსვა, მიწაზე, ფაღასალახა და მე მაგის მერე უკვე გაირიცხა თავისი ხელი. აქედან შევხედოთ რომ შეიძლება მაგალითად გამოიყენოს საპონი, ფეირი და ასე შემდეგ, როცა ადამიანმა გააკეთა თავის საქმე. მაგრამ ალიმები ზახინო უკეთესი არა ქვიშა. ადრე ძმებო ხალხი როცა გროვდებოდა, ხორცს ხარშავდნენ დიდ მაგალითად დიდ რაღაც ჭურჭელში და მაგის მერე ხორჩება შავი რაც არის ჭურჭელში. ზოგიერთი შეიძლება ვერნარი ქიმიკატი მაგას ვერ იღებს, ვერც ფეირი, ვერც საპოლი, ვერც ვერაფერი, ხალხი რაც ხინებს ხანდახან ქვიშას. ქვიშა კაგას მაგას აშორებს. და ზოგიერთი ძმა იზახის რომ ხანდახან ამ საქმის მე რო გამოდივარ, გინდ გამოიყენო საპონი, მაინც უნირჩება. შეგეიტყვით მაგას მაშინ წადი მიწაზე, მიწა ისეთი კარგი, ისე კარგად ასულ ვაფშე არაფერი არ დარჩება. ანუ აქედან ხედავთ მე რომ ძალიან კაია რომ ადამიანი მიყვეს სუნნათს, რომ ჯერ ხელები დაიბანოს რაღაცით, გინდ საპონი, გინდ რაღაცით და მე უკვე დაიბანოს ხელები წყლით. ამერე გაგძდა და ფაღასალაჰა thumma ataytuhu bi ina'in fatawadda. მე მოვუტანე მაგას სხვა ჭურჭელი და უკვე აბდესია იღო იმ ჭურჭლით.
აქედან ჩვენ ხედავთ ასევე ძმებო რომ ადამიანი უნდა გამოიყენოს თავის საფიფაროში მარტო მარცხენა ხელი, მარჯვენა ხელი არ უნდა გამოიყენოს. 118 ჰადისი აიშამ გადმოსცა რომ მან თქვა მურნა აზვაჯუკუნ ან იასტატიბუ უბრძანეთ თქვენ ცოლებს აიშა ეძახის ვის ხალხს ეუნებოდა უბრძანეთ თქვენ ცოლებს რომ ანუ წყლით გასუფთავდნენ ანუ იმ საქმის მერე fa inni astahihim minhu იმიტომ მე მერიდება რომ ხალხს უთხრაო ესაო inna rasulullah sallallahu alayhi wasallam kana yaf'aluhu იმიტომ რომ შუამამამ sallallahu alayhi wasallam ეგრე აკეთებდა ჯერეგეთი ამ ჰადისში რა არის მე რომ ქალი უნდა იყოს მორცხვე ქალი უნდა იყოს მორცხვი ერდებოდა მაგას და ეუნებოდა ხალხს თქვენ უთხარეთ თქვენ გადაეზისთო ესო და თქვა აიშა რადიალლაჰუ ანჰა რომ შუამამამ sallallahu alayhi wasallam მაგას აკეთებდა რას აკეთებდა ანუ უბრძანებდა თავის მეუღლებს რომ წყალი გამოიყენებინათ იმ საქმის მერე ან თვითონ უბრძანა ან თვითონ აკეთებდა ამ საქმეს ან ორივე შინაარსი კაია ორივე შინაარსი კაია პრობლემა მაგაში არ არის ანუ ძმებო ამ ჰადისიდან რა გავიგეთ ჩვენ დღეს რა გავიგეთ პატარა ფაიდა გამოიტანოთ რომ შეიძლება ადამიანი გამოიყენოს ქვა ტუალეტის ქაღალდი და ასე შემდეგ თუ არ არის წყალი რომც იყოს წყალი შეუძლია ზოგიერთი ძმა შეიძლება თქვას მაგრამ შეიძლება წყალი გამოიყონ და სხვა რა თქმა უნდა შეიძლება და ზოგიერთი ძმა შეიძლება თქვას რომ მუსტაჰაბია წყალი და მაკრუჰია ტუალეტის ქაღალდი ჩვენ ვიტყვით ეგრე შეიძლება თქვა მაგას დალილი უნდა რომ თქვა რომ უმჯობესია წყალი ვიდრე ეს მაგას დალილი უნდა იმიტომ ჩვენ ხედავთ შუამამამ სალასამ და საჰაბები ამასაც იყენებდნენ და ამასაც იყენებდნენ მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა თქვათ რომ წყალი უკეთესად ასუფთავებს მე ვიღაცა ძმა შეიძლება თქვას ხო ძმა მაგრამ როცა შენ მაგალითად ანუ ტუალეტის ქაღალდს იყენებ ხო შეიძლება რაღაცა დარჩეს ჩვენ ვეთქვით მაგას რომ მაქსიმალურად გაასუფთავე როგორც შენ შეგიძლია მაგრამ თუ მე გონია რაღაცა დარჩა ეს უკვე ვასვასებია მაგას ყურადღება არ მიაქციო და ეს ძმებო ბევრი ხალხი არ იცოდა ბევრს ეგონა რა რომ აუცილებელია წყალი მე მახსოვს ზოგიერთი ძმები ყვებოდნენ რომ როცა ჯარში იყვნენ ან როცა იყვნენ საფარში ზამთარში სუბჰანალლა რა იქნა მაგას ანუ გამოიყენეს წყალი ზოგი ავად გახდა ზოგი ანუ გასივიდა მაგითო სუბჰანალლა აი ცოდნა რა არის როცა ჩვენ რაღაცას გებულობთ რა ადვილია ძმებო ხო მე ცხოვრება ზამთარშია შენ უკვე გამოიყენებ ამ საქმეს გასუფთავდები სხვანაირად არ დავადება არ დაგემართება და არც არაფერი ხო აგზმება შეკითხვა გვაქვს ხო შარდის პროცესში რამე შარდი უკვე შემდეგი ჰადისები მოვა მაგას მე გავირით ხო ქაღალდი ხო იძახი არა ეს ქაღალდი ჩვენ ვიძახით იმაზე როცა ადამიანი დიდზე გავა შაზე შემდეგი ჰადისები მოგის მაგ თემაზე მე გავირით ინშაალლა არის შეკითხები კიდე დავამთავროთ გაიზმება სუბჰანაკალლაჰი ჰამდიკი შედვან ლა ილაჰა ილლა ანტ ასტაგფირუკა ვა ატუბუ ილაიჰ. ამაბარაკ მოგცით.